სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალდგაში გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს ვიფიქრე ვიდეოს საუზმის დროს დავიწყებ მეთქი, მეგობრებო. საუზმობდი, დილის რუტინული საქმეები მოვაგვარე. ჰექტორ ბაბა გამოვიყვანე, გავასეირნე, კარლოსი გავასეირნე, მაზლუმი გამოვიყვანე. ამის შემდეგ თხები და ცხვრები გავუშვი. ცხვრები რო გავუშვით, ცხვრები არ გამოსულა. ალბათ გუშინ საღამოსაც ვაჭამე მათ იმ ვიდეოს შემდეგ. ესე იგი თქვი, კარგად ვაჭამე ესენი, კარგად მოეძონათ. მუცელი არ მოშივდათ, გამოსვლა არ უნდოდათ. თუ გახსოვთ გუშინ თქვი, რომ ახალი შვილი მოვა, კანეკორსო. 2 საათის წინ სტამბოლიდან გამოემგზავრა. ზიდავი მოიყვანს. ძმაო, ვიდეოში რომ ნახე, შესანიშნავი შვილია. მაღალი, ტანადი, ძალიან ლამაზი, ძალიან ხარისხიანი, უმაღლესი ხარისხის, მშვენიერი, მდედრი გოგოა. მდედრი გოგო როგორ გამოდის? ამ მდედრი ან გოგო, ხო? შესანიშნავი შვილია. ეხლა ცოტა ხანში მის ადგილს მომამზადებ, იმედია რომ მოვა. ძაღლებთან კარგად შეეწყობა და პრობლემა არ შეგვექმნება. ისედაც ვინც ახალი მოვიდა, ყველას მშვიდად შევაჩვიე, ძმაო, ხო იცი? ხებიც ქერიბარს აგიჟებენ. დილითაც ერთი უსიამოვნო შემთხვევა შეგვემთხვა. სინამდვილეში უსიამოვნო შემთხვევასაც არ უწოდებდი. ნახე, სანტოს შეხედე. სანტოს? ვაი ბიჭო, რას აკეთებ შენ? ღმერთმა დაგლოცოს. სანტოსი ხო იცით, გუშინ ახლახან ვიყიდეთ. საოცარია, ნამდვილი 10-იანი შვილია. დილით გაუშვირო, თავის საქმე გაიკეთებინა. გარეთ სეირნობისას ქარამაში უცებ მოვიდა და დაესხა თავს. სერიოზული არაფერი მომხდარა, მაგრამ ესეც დაესხამავს. ქარაბაში რომ გაეკიდება, აღარ ეშვება. აიკვიატა. ქარაბაში მიდის, ესეცემა, ქარაბაში მიდის, ესეცემა, ისესეცემა. საბედნიეროდ სერიოზული არაფერი მოხდა? შეხედე ამ თვალებს, ძმაო, კანიბალივითა, კანიბალია ეს. კარტოფილს შეჭამ, ბიჭო, აი ნახე. გმერთო ჩემო, უარს საერთოდ არ ამბობ, ა? გემრიელა ჭამე, ჩემო ბიჭო. ამის შემდეგ კი ესეც გავაცალკებე. ძმაო, ორივე ძალიან ცუდია. ორივე. ქარაბაში ისედაც ცალკე თავის ტკივილია, მაგრამ მაინც მისმენს. ქარაბაში ეხლა სულ ეზოში თავისუფალია და ამბობს, აქაურ ბატონი მე ვარო. ესეც ხო მამრია, ეგრევე ცდილობს დააჩაგროს. თხილად იყავი, აქაურის ლიდერი მე ვარ. ამასაც 1 გრამის სიმკიცე არ აქვს. ჯამში 30 წამი თუ იჩხუბეს. 1 საათი ვერ მოვიდა გონს, უცნაური სუნთქვის პრობლემა აქვს. ბაბუა, არა. ბაბუა, არა შვილო. მიდი ნახე. არ უღრინე მას. უცნაური სუნთქვის პრობლემა აქვს. ამ ჯიშებში ეს გენეტიკურია, მეგობრებო. სუნთქვისას საკმაოდ უჭირთ, ანუ ძალიან იღლებიან. თავად ცოტა ცხელია, ხო? მოდი ჯერ საუზმე მივირთვა, ისევ ეზოში გადავალთ. ისევ ყავს შვილები, რომლებიც უნდა გავიყვანოთ, გვანოთ და გავასეირნოთ. მინდა რომ კარლოსი და ჰარლი ერთმანეთს გავაცნო. კარლოსი აეკიდება, ეთამაშება და ცოტა საწვალებს. მის გასახსნელად ცოტა უნდა ეთამაშონ. ამიტომ მათაც ვცდი. ღმერთმა კნას არ იჩხუბონ. ამის შემდეგ ახალ მოსულ შვილს დაველოდებით. არა, ბაბუა. ძმაო, უცნაური ბუზი აქვს, ნახე? ყოველდღე ცხოვრობთ. ყოველდღე. ასობით კვდება კოლონიებად. არ მთავრდება, ძმაო, სულ მოდიან. აი ეს. ბაგიანი სოფელში ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა ესაა. ზაფხულში ბუზები, საღამოს კი კოღოები არ მთავრდება. კოღო კიდევ არ აუშავს, მაგრამ ამ ბუზს ვერ ვიტან. ფიცით გეუბნებით, რამდენჯერაც მოგვდება ის ელმოდის, მეგობრებო. ეხლა ნება მომეცით საუზმე მივირთვა. მაგრამ ბაბუასაც ერთი ნაჭერი კაშარი მიცე. ბაბუა, აირე. ბაბუა, ნუ ეკვრები მაგას. ბაბუა, დატოვე ეგ და მოდი აქ. ბაბუა, შვილო, მოდი საჭმელი ჭამე, აირე. დატოვე ეგ, ნახე არა. ბაბუა ძალიან ნერვიულია, მეგობრებო. აირე, შვილო. აიღე, შვილო ჩემო. შვილო, ბულგარულ ციცაკასაც შეჭამ, წაიღე. ჩვენებური საფქვავითაა წმინდაო. აიღე, დედე. მაშალა თქვენ.
ბიჭო, თუ თქვენ მოგწერთ, მე რა შევჭამ? ციცა გარგიჭამია სანტოს. ბიბერი რატო არ ჭამეთ სელკო? ალბათ ბიბერი არ მოეწონა. მაგრამ ხო იცით, მე ბიჭო, მე კუჭზე ვარ გადარეული. ჩემს საჭმელზე ასე. თუ დაეცემით, მე რას გავაკეთე? როკი. მამის თვალებში ნუ უყურებთ. მამას მიეცით შვიდა ჭამის საშუალება. აი როცა ჭამ, სულ ასე მიყურებენ თვალებში. ვერ უძლებ. აჰა, როკი მოიცა, როკის კარტოფილი მივცე. აი დანი იოგურტითო. ჰემრიელა ჭამე ჩემო ბიჭო. ობანდ ერთი საზამთრო გვაკლია. საზამთროს დაჭრა დაგვავიწყდა, ხედავ? საფხურში ხო ცხელა ძმაო, აი ყინულივით ცივი, საზამთრო ძალიან კარგად მიდის. მოდი მე მუცას გავიზმო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. თხოვთ ხარდაჭერისთვის ამ ვიდეოს ერთი მოწონება დააჭირეთ. დატოვეთ კომენტარი, ქვემოთ კომენტარი დაწერეთ, 100 დაწერეთ, რიცხვი დაწერეთ, რამე დაწერეთ. მაგრამ ხარდაჭერა გამოიჩინეთ, ნახეთ. გინდათ ბევრი ვიდეო დავდო, მაგრამ თქვენ ხარდაჭერას არიჩენთ, ნახეთ. შვილო, ერთი ლაიქი დააცეკით, რთული არ არის, მეგობრებო. ცოტა ხანში ეზოში გავაგზავნოთ. ეხლა მეგობრებო, მოდი ჯერ ჰარლეი გავუშვათ. კარგი. მელე კარგოს ბაბასაც გავუშვათ, მაგრამ გარეთ ყოფი ძაღლები უნდა შევაგროვოთ. ჰარლეი. რასაკეთებ ჩემო ლამაზო გოგო? რასაკეთებ ჩემი სიყვარული? რასაკეთებ ჩემი ლამაზო? ეხლა ცოტა ხანს კარლოსი ჰარლისთან გაერთოს. მე ის მინდა. შემდეგ ნელ-ნელა დაახლოვდებიან. მოდი ჰარლი, მოდი. სად არის შეჩემო ჩემი ლამაზი გოგო? სად არის შეჩემო ჩემი ლომი გოგო? ღმერთს გეპიცები შენს ღმერთს, მაშალა ჩემს ლამას. ნახე, ყოველდღე უკეთესად ხდება, ხედავ? ყოველდღე. ღმერთო. ყოველდღე უკეთესად ხდება ჩემი საყვარელი გოგო, მაშალა შენზე. მოდი ჰარლი, მოდი. მოდი შვილო, მოდი. ირბინე და ითამაშე. არ შეგეშინდეს, სულაც არ შეგეშინდეს. კარლოსი ეხლა შენთან ერთად გაერთობა. ეხლა გარედან უნდა მოვიყვანო დეიდე. კარაბაშის მოყვანა გჭირდება. მარაზის მოყვანაც გჭირდება, ყველა უნდა მოვიყვანოთ, მაგრამ არ ვიცი სად დავაბინავებთ. ტაისონ ბაბაც რო წამოვიყვანოთ, კარგი იქნება. კარლოსი ახლა არეს დაესხმება. არეს სიცხოარი. ვაი, ბევრი საქმე გვაქვს. ეხლა ჯერ მარას წავიყვანოთ. კარგი, მოიცადე ჰარლი. მოიცადე ჰარლი, მამა, მოიცადე, ლამაზო ბიჭო, მოიცადე. მოდით მარაზი ავიყვანოთ და აპოლოსთან და ჩიტირთან ერთად დავტოვოთ, მეგობრებო. დიდი ალბათობით, როცა მას შევიყვანთ, აპოლოს და ჩიტირსაც გარეთ გავუშვებთ. რაც შეიძლება არ უნდა იჩხუბონ. გაჩერდი გოგო. ჰარლი, ჩემო გოგო, გადი. მედუზა, რასაკეთებ? მარაზ, ზათხარ შვილო. მოდი წაგიყვანო, ნახე. მარაზ ბაბა ოლეი. მარაზ და კარლოს 100% დაპირისპირება ექნებათ. ამიტომ მარას პირდაპირ ავიყვანთ, ძმაო. მარას პირდაპირ ავიყვანთ, მარას სხვა შანსი არ აქვს. დედემაც მაშინვე მარაზე დაიწყო თამაში, დედე, ჭკვიანად იყავი. არავითარ შემთხვევაში, დედე, არ მინდა ცუდი საქციელი. არავითარ შემთხვევაში, დედე, მოდი შვილო. დედე, ნახე შეგასევ. ჭკუბი დაიწყო, მოიცადე. ამან. არც ერთში გრამი არ არის. თქვენთვის დედე უფრო ძლიერია თუ მარაზი? კომენტარებში გელოდებით. დედე უფრო ძლიერია თუ მარაზი? მალიერია თუ მარაზი, ძმაო? მოდით ნახოთ ვინ გამოვა ერთი წუთით. სიტუაცია დაიძაბა, ჩვენი შუმად უნდა გავიპაროთ. ბაბუ არა, პაშა არა. პაშა, მოდი მარას გაჩერდი. ეხლა არც ერთი არ უნდა ზურგი შეგცევა. ვინ ზურგს აქცევს, იმას ნიშნავს, რომ დომინანტობას ვიღაცა იღებს. ვინ ზურგს აქცევს. ამიტომ არც ერთი არ წყვეს თვალით კონტაქტს, მეგობრებო, მაგრამ ალა ბაბუა გაჩერდა. მარაზ მოდი შვილო. ჰაიდო ბაბუა. არა, ვნახოთ, მარაზ მოდი. აი, ჭკვიანად იყავი. ბაბუა, ნახე, კარლოს გაუშვებ, დაგესხმება, გეუბნები, მოშორდი. მარაზ მოდი შვილო. მოდი ბატონო. ახლა თუ ამასაც აქ დააგდებ, აპოლოსთან იჩხუბებენ. დაიცადე, ბაბუა, არა. ბაბუა, არა, მოიცადე, კარგი, მოდი მარას.
მოდი მარაზ, მოდი შვილო. მოდი შვილო, გაჩერდით, გაიციეთ. ეხლა შიგნით შევიყვანთ, ეხლა კიდევ ამათალ მოუწევს გამპლავება. ოი. ერთი წუთით. ყველა პრობლემა იქნება, აბაძმაო. ერთი წუთით გაჩერდი. აი უკვე პირდაპირ გაიქცნენ გარეთ, წარმატებები. ერთი რომ მოვიშორეთ, მეორე გაიქცა გარეთ. ღმერთო, გაჩერდი. მოდი აქ. ოი, ეხლა აპოლოს დაიჭერს. აქ რო 3-5 გალია დავტოვო, 50 გალია უნდა გავაკეთო. ეს ყველაფერი ასე უნდა დავყო. იცი რა, ერთ ძაღლს გაუშვებ, ადამიანს აწალებს მართლა. ეხლა 4 თხებზე მიადგება 1 წუთი. მოდი თხები დავხუროთ, მოდი. 4 ეხლა თხებზე მიიჭრება, მეგობრებო. ბონჯუკ, მოდი შეგიყვანოთ, ბატონო. თქვენ არ მოხვიდეთ, შიგნით შედი, შვილო, მოდით, აბა. მოდი შვილო, მიდი თქვენ შიგნით. ეხლავე ეს ბონჯუკები სწრაფად შევიყვანოთ, სანამ ძმა 4 მოვა. 4 თხებზე ესხმის თავს. რისკზე ნუ წავიდეთ. მოდი ბონჯუკ, დაიცადე პაშა, დაიცადე. ცოტა ხანში ერთმანეთს შევეჯახებით, დაიცადე. 4-ს დაარტყა მხას, 4-ს. დაიცადე, მოიცადე. გადადი ბონჯუკ, გადადი. მიდი ლამაზო შვილო. მეც უნდა შევიდე, ასე. კარგი, მოდი, კარგი, მეც შევედი, გადადი, მოიცადე. ეხლა ძმაო. დაიცადე, აპოლო აქ მოსულა, სწრაფად დავიჭიროთ ის. აპოლო, მოდი შვილო, მოდი. მოდი ჩემო ლომო, მოდიდი. მოდი მარშალა შენზე. ნახე ქარაბაში და დედე ეხლა ერთად არიან, აპოლოს უყურებენ. არა დედე, არა ქარაბაში. იცადე, შვილო მოდი დაგიჭე. კარგი, ნუ გამაბრაზებთ. დაიცადე აპოლო, დაიცადე. დაანებე მათ თავი, შვილო, გადი იქით, მოდი. ეხლა რომ ნაბერწკალი ისროლო, ყველა ერთმანეთს დაერევა. ამიტომ საერთოდ არ უნდა გავრიცხო ძმაო, მოდი. 4 გარეთ დარჩეს, პრობლემა იქნება. 4 როგორცაა, იქვე დადის, პრობლემა არ არის. მოდი ეგ აპოლონი რაც შეიძლება მალე ავიყვანოთ, დედეს სად დავაბინავებ? დაიცადე შვილო, მოდი 1 წუთით, პაშა 1 წუთით წინ არ გადამიდგე. მოდი აპოლონი რო ეხლა იქ შევიყვანო, მარასთან იჩხუბებს. ოი, მოდი ნახე იქიდან გაიქეცი. არა, მარას გამოდი. არა. გადი აპოლონ, კარგი, გადი შვილო 1 წუთით აპოლონ, გადი. კარგი, გაჩერდი. კარგი, ეხლა აპოლონი და მარაზი აქ არიან. მეგობრებო, ზუსტად ვიდეოს გადაღების დროს მოვიდა გადამზიდავი და ჩვენი ახალი გოგო მოგვიყვანა. სინამდვილეში მისთვის ცალკე ვიდეოს ვაპირებდი, მაგრამ რადგან ამ ვიდეოში დაემთხვა, გადავწყვიტე აქვე გაჩვენოთ. ის ძალიან ლამაზი გოგოა, მე ძალიან მომეწონა. უბრალოდ ერთი ასეთი პრობლემა შეგვექნა. ხო გეუბნებოდით, არლიმ რო შეგიტიათ მეთქი. არლი არაფერია ძმაო. ამ მანქანიდან რო ჩამოვიყვანეთ, მართლა ძლიერად სადად ამეტაკა. ჰა, პირდაპირ დამესხა თავს. მაგრამ ღმერთის წყალობით მშვიდობით ჩამოვიყვანეთ. ამის შემდეგ ცოტა ვასეირნე, გაუშვი. დაახლოებით 1 საათი აქვს, ვცდილობ მასთან შევეგუო. აქ გვერდით მიზის. ეხლა თქვენ მას გაჩვენებთ. მაგრამ ჯერ ის სანტოსი გადაიგე ძმაო. ამ სანტოსმა მართლა დამღალა. ნახეთ, ისე სუნთქავს, მეგობრებო. ფიცვდე, მართლა მთელი სიმშვიდე დამიკარგა. სულ ასეა, თან ნახეთ, სულ თქვაც ვერ შეუძლია, ახლავე ახლოდან ჩავწერ მის ხმას თქვენთვის. ეხლა მიკროფონს ყნოსავს. შვილო, მიკროფონს ნუ ყნოსავ. ამოისუნთქე, მოდი, ამოისუნთქე. დაიცადე. ეხლა მიკროფონს ყნოსავს. დილიდან ასეა, დილიდანვე ასეა. თან ბიჭს რაღაც დაავადება აქვს, შარტში სისხლი აქვს, სისხლიანად შარდავს. ცოტა ხნის წინ ვეტერინართანაც ვილაპარაკე, ძველ მეპატრონესთანაც ვილაპარაკე, დიდი ალბათობით შარტ-სასქესო გზების ინფექცია აქვს. შეიძლება თირკმლის ქვაც იყოს. იმედია სხვა პრობლემა არ აქვს.
ვეტერინართან გასინჯვაზე წავიყვანთ. თან ძალიან ბევრს შარდავს. ალბათ ამის მიზეზიც ეგ არის. ანუ ამის გამო ვარო ასე ბევრს შარდავს. ბევრს შარდავს. ესეც ალბათ უბრალოდ უიღბლობა იყო იმედია. გამოჯამთელდება, ჯამთელობას დაიბრუნებს და სერიოზული პრობლემა არ ექნება, მეგობრებო. არა, ჩემო ლომო, ჩემო სიმპათიურო ბიჭო, რას საკეთებ შენ? ჩემო ლომო, მაშალა შენ. მოდი აჩვენე ჩვენი ახალი გოგო. გოგო, რას საკეთებ შემი ლამაზო, მაშალა შენს დიდებულებას. ჩემო ლომო, გოგო. ის ძალიან ლამაზი კანეკორსოა. ფერი აქვს ლურჯი, მეგობრებო, ზუსტად როგორც ჩვენი კარლოსი. უბრალოდ ხასიათი ცოტა მძიმე აქვს, ნახეთ, სანტოსაც ეჭხუბება. ცოტა ხნის წინ ნორამ დასდია, მერე ცოტა დამშვიდდა, მაგრამ მაინც ძალიან ცდილობს შეტევას. შვილო, მოდი ამა, ლამაზო. არა, ნახე, სანტოს ნუ ეჭხუბები, მოიცადე. უბრალოდ ჩვენს გოგოს ასეთი რაღაცა აქვს, ცოტა მოულელია ძმაო. ხელებზე ეგზემა აქვს და სხეულზე ძალიან ბევრი ცხილი. მერე კიდე ცოტა გამხდარია, იმედია მას კარგად მოვასუქებთ, მის სწამლებს და მოვლას გაუკეთებთ. ეს ეგზემები და რცხილები რო გაუვლის, თავის ფორმის ფორმაში მოვა, ცოტა გამხდარია და ამიტომაც პატარა ჩანს. შვილო, მოდი აქ, მოდი დაგიჭერ, მოდი. ო, ყურშიც ეგზემა აქვს. ყურიც იგივეა ძმაო, ყურში, მარცხენა ყურში ეგზემა აქვს, ნახეთ აქ. ეს ადგილიც იგივეა. ამ ყველაფერზე მკურნალობას დავიწყებთ. იმედია თავს მოიკრებს. ჩვენს ფერმას სიკეთე მოუტანოს, ძალიან ლამაზი გოგოა. ეხლა მოდი ნელა ბაღში წავიყვანოთ ძმაო, მოდი. შენ არ მოხვიდე სანტოს დაიცადე. ჰარლი ცოტა ხნის წინ დავკეტე, მოდი ჰარლი კიდევ ერთხელ გაუშვათ. ბაბუას დავკეტე, მეგობრებო, გარეთ მხოლოდ ქარაბაში დარჩა. კარლოს გაუშვებ, მაგრამ ქარაბაშიც უნდა დავკეტოთ. დაიცადე შვილო, მოდი. ეხლა ნახეთ განსხვავება. ახალ მოსულ გოგოსთან ჰარლი ძალიან ეხლა განსხვავებას ნახავთ. დაიცადე, ჰარლის არ დაესხა. ეხლა ჰარლი 9 თვისა, 1 წუთით არა. დაიცადე, დაესევა. 1 წუთი შვილო, ჭკვიანად იყავი. ეს დაახლოებით 2 ან 3 წლის უნდა იყოს, მეგობრებო. შეიძლება 4-იც იყოს, ზუსტად ვერ ვიხსენებ ეხლა. ხედავთ ჰარლი რა დიდი იყო 9 თვის ასაკში. ეხლა განსხვავებასაც ამჩნევ ძმაო. ორივე ძალიან ლამაზია, ღმერთმა გაუმარჯოს. ორივეს თავისი განსხვავებული თვისებები აქვს. ერთი შავი ბრინდლია, მეორე კი ჩვენი ლურჯი გოგოა. ღმერთმა ქნას, მომავალში მათგან ლამაზ ლეკვებს მივიღებთ, აქ ბედნიერები იქნებიან. ნელ-ნელა აქ კეინკორსოს ფერმად ვაქცევთ ძმაო. მოდი ტაისონსაც გაგაცნობთ. ტაისონ მამა, ახალი გოგო მოგვივიდა, მაგრამ ცოტა არტისტია ეს. ტაისონ, მე დამესხა შვილო, ცოტა არტისტია, გესმის? შეხედე ამ გოგოს, მოიცადე ტაისონ ფრთხილად. არ გადაეკიდო ტაისონ, ფრთხილად, თუ ტაისონს დაესხმები, გოგო, ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას დაუშვებ, ჭკვიანი იყავი. ტაისონის ფეხზეც კითხე, თითქოს გახსნილია. ძმაო, დოგოებში კანის პრობლემა ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ეგზემა ემართებათ, ქეცი ემართებათ, სოკო ემართებათ. მუდმივად დოგოებში ეს კვებასთან არის დაკავშირებული. ტაისონისაც რამდენჯერ გაუვიდა და ისევ დაბრუნდა. დოგოს ფლობელები კარგად მიხვდებიან, რასაც ვამბობ. ამიტომ მუდმივად კანის პრობლემა ჩნდება. აი ისეთებიც არიან, ვინც ამბობს, რომ გამხდარია, მაგრამ ის ძაღლი გამხდარი არ არის. სრულიად ნორმალური წონა და აღნაგობა აქვს, მეგობრებო, უბრალოდ მაღალია და ამიტომ ასე გეჩვენებათ. მოდი აქ გოგო. ეხლა ნახეთ, კანი კორსოები შევკრიბე, ყველა ფერისაა, ნორამ. ახალ გოგოს ზენა ქვია, სხვათა შორის. ნორა, მერე ჰარლის სამნი მივდივარ ძმაო. ამას რო კარლოსის დავამატოთ. მოდი კაროლინიც წამოვიყვანოთ, კალე კორსოების ბანდა გავაკეთეთ აქ. ნახე მარას და აპოლოს შეხედე. ვა, ფსიქოპატებო. რას აკეთებ, ჩემო ლომებო, ჭკვიანად იყავით ეხლა. სხვათა შორის, ზეინას რო ვახსენებ. ძველი ზეინა გოგოც გამახსენდა. ის ზეინა ძალიან ლამაზი იყო, იცით? მართლა მოგვენატრა, ძალიან კარგი შვილი იყო. იმედია ეხლა ახალ ზეინასთან ერთად გავაგრძელებთ. მოდი კაროლინ. კაროლიტანას მივიდეთ, მოდი. რას აკეთებ, ჩემი ლამაზი გოგო? ჩანე კორსოებს ვაგროვებ, გოგო. ჰარლი, მოდი, ჰარლი, შენ მე გაგაცნობ კარლოს, მოდი. ჰარლი, არ მოშორდე. ჯერამშულს ნელა გავაცნოთ სხვებთან. ქარაბაში სად არის ძმაო? ქარაბაში უნდა ვიპოვოთ და დავკეტოთ. ქარაბაში, მოდი. ზუსტად შუა დღის სიცხეა. კიდე ყველა ძაღლი წევს, არ უნდა დადგომა.
ეს გოგოც ეხლა ახალი მოსულია და სხვა ძაღლების ეშინია, უნებლიეთ. ასე რომ როცა ახლოს მიდიხარ, მეგობრები შიშობენ, მაგრამ ამასაც შევაჩვეთ. ეს მაგალითად ჰარლისთან შედარებით საკმაოდ თავდაჯერებულია. მართლა ძალიან თავდაჯერებულია. ეხლა ეს ქარაბაში უნდა ვიპოვოთ, ქარაბაში. მოდი ბიჭო, მოიცადე, არ გამედო და ქაროლინთან არ დაბრუნდე. მე მეგონა ქაროლიც გავს მეთქი ვიდეოებში ასე მეჩვენებოდა გამოგზავნილ ვიდეოებშიც, მაგრამ ქაროლინთან საერთო არაფერი აქვს მეგობრებო. ნახე, ქაროლინის თავის ფორმა, ქაროლინი ჯერ მხოლოდ 5-6 თვისაა, მაგრამ ქაროლინის თავის ფორმა იმაზე უფრო დიდია. უბრალოდ სახის ჩამოწეული ნაწილი ოდნავ გავს. ხო, შვილო, მოიცადე, შენ ჩემზე ფიქრობდი. ჩვეულებრივ ქაროლინი ამაზე ბევრად დიდი უნდა იყოს. ვფიქრობ, თუ ღმერთი ინებებს, ქაროლინი კარლოსის ზომამდე გაიზრდება. ეს მაშალა საკმაოდ მაღალი და ტანადი იქნება. ისიც ეხლა სულ მოძრაობს და რასაც ჭამს წვავს, ხო მიხვდი? სულ დარბია, ხო იცი? მოდი შვილო, მოდი, ნუ მოგერიდება, მოდი. მოდი ნახე, მოდი ჩემო პატარა, მოდი. ეხლა ცოტაერიდება სხვებს. ცოტა ხანში მასაც გაუშვებ. ალო შვილო, ახალი წყვილი მოგიყვანე კარლოსო. მოდი, კარლოს გაგაცნობ, მოდი. კარლოსო, ახალი მეუღლე მოგიყვანე შვილო. დაიცადე ძმაო,ერიდება გალიაში პოპებს. დაიცადე, მოდი გოგო, მოდი შვილო, ეხლა გაგიშვებ, ირბინე. დარბის ძმაო, მაგრამ სხვა ძაღლების ეშინია, გამოდევნია ხოლმე და ხომ ხედავ, პირდაპირ გაიქცა. eriდება, რადგან ჯოქში შედის. ძაღლებთან ცოტა უფრო შორს უნდა ვიყოთ. ეხლა მოდი კარლოსი ავიყვანოთ. კარლოს, ბაბა! აი შვილო, რას აკეთებ? ლამაზო შვილო. მაგალითად იგივე კანგალებივი წარმოიდგინე, მოიცადე შვილო. კანგალებსაც თუ ყურის ესთეტიკას არ გაუკეთებ, არ უხდებათ. ანუ ცოტა უფრო მეტის ძანს გავს, მაგრამ როცა ყურის ესთეტიკას გაუკეთებ, ძალიან ლამაზები ხდებიან. ზუსტად ესენიც ასე არიან, მაგალითად. იმ ძუძავს არ აქვს, ნორას არ აქვს, კაროლის არ აქვს. ეხლად მოსულ არლის არ აქვს. მაგალითად, თუ ყურის ესთეტიკა ექნებოდათ, ბევრად განსხვავებულად გამოჩნდებოდნენ. ეხლა მაგალითად, კარლოს და ექტორს აქვთ. წარმოიდგინეთ, კარლოს რო ყურები ესე ჩამოწეული კონდეს, ესე კარგად არ გამოჩნდებოდა. ანუ ყურის ესთეტიკა ზოგადად კარგი რამ არ არის, მაგრამ ვიზუალურად ვამბობ ამას. მოდი შვილო, ეხლა ალბათ ქარაბაში გამოჩნდება სადმე. ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი. კარგი, პუსად დამშვიდი. პუსად სპეციალურად გაგაცნობ კარლოს. ჭკვიანად იყავი შვილო, ასე ნუყვირი. მოდი აბა. ზეინა, მოდი შვილო, მოდი კარლოსთან ერთად დაგინახონ, მოდი. მოდი ზეინა, მოდი ლამაზო. კარლოსმა დღეს დილით შემომიტია, გაიგე? კარლოსმა დღეს დილით შემომიტია შვილო. ეხლა კარლოსი კარგად ეთამაშება მას. გაჩერდი, კარგი, აპოლო მარას. გაჩერდი, ზეინამ კბილების ჩვენება დაიწყო. მოდი აქეთ წავიდეთ, მოდი თავი ამტკივეს უკვე. კარგი შვილო, დამშვიდი. ერთი წუთი, მოდი გოგო. თან ჰარლი გამოვიდეს, როცა დაგვინახავს. აპოლო და მარაზი გვერდიგვერდ დავაყენეთ, სულ გადაირიენ, ორივე ერთმანეთზე თავდაჯერებულია. აჰა, ქარაბაში ხის ძირში წერს. ეხლა ქარაბაში დავკეტეთ, ჰარლიიც მოვიდა კარლოსთან. ეხლა სულ კეინკორსოებია. იცით, ეს სურათი რომ ნახე, ძალიან გამიხარდა. ყველა ერთნაირია. კარლოს ბაბა, მზად ხარ? ეხლა გაგიშვებ. კარლოს ხომ არავინ ყავს ჩხუბისთვის? ოღონდ ტაისონს არაფერი უთხრას. თუ ტაისონთანაც იჩხუბებ კარლოს, ტაისონი შენ შეგჭამს, გეუბნები შვილო, ჭკვიანად იყავი. ეხლა ჩემი სურვილია აქ კარლოსი მდედრებთან სოციალიზაციას და შეჩვევა. იმიტომ რომ შეჯვარების პერიოდში კარლოსთან პრობლემები გვაქვს, მეგობრებო, არ ვიცი რატო. კარლოსი ჯერ კიდევ ბავშვია, მხოლოდ 15 თვისაა. გოგო, გამიხიე ფჩხილით, გამიხიე. თამაშობს. დედრებთან შეჯვარებას არ ცდილობს. იქნებ ეხლა ცოტა კაცობა დაუბრუნდეს კარლოს ბაბას. ჩემი ლომი ხარ. თავდაჯერებულობა არ გაკლია. თავდაჯერებულობის ნამდვილი შვილი ხარ, მაგრამ შვილო, ბოკვერი გვინდა, ბოკვერი. ყველა შენი ლეკვი უნდა, შენ გენაცვალე. თან არლისთანაც ცოტა იჩხუბოს, არლისაც გააწვალოს, კარგი? მოიცა იმ გალიის კანს დავხურავ, რომ ჰარლი არ შევიდეს თავის გალიაში ერთი წუთით.
ჰარლი იქ არ შევიდეს ძმაო, თორე მე აქ გადმოდის და იმალება. მას არ მინდა ნახე ახალი გოგოს დაიწყო გახსნა ყველგან ჩემთან კანეკორსოა, მაშალა, ჩემი ლომები. მხოლოდ ერთი კანეკორსოს ყვითელი ფერი მაკლია, კიდევ ამათ აქვთ ფონ, ანუ ყვითელი ფერი. მხოლოდ ეგ მაკლია მეგობრებო, ეხლა ყველაფერი მყავს. ნეტავ ამათ თეთრიც გქონდეთ, არა? თეთრი როტვეილერი, თეთრი კანკორსო შესანიშნავი იქნებოდა. მეც თეთრი ძაღლების მოყვარული ვარ. მოდით ახალგაზრდებო, წავიდეთ. მოდი ჰარლი მამა, კანეკორსოს ბანდა შევკარი. 2, 3, 4, 5. ნეტავ ჰექტორი და 100 ლი რო გაგვეშვა. წარმოიდგინე ჰექტორთან ერთად. ტაისონთან არ წახვიდე, მოდი. მოდი დავბრუნდეთ. მოდი ბიჭო, მოდი. მოდი კარლოს, მოდი. მოდი. კარლოსთან არ წავიდეს, ოღონდ ტაისონთან არ წავიდეს, თორე ტაისონთან იჩხუბებე, კარლოს მოდი. მათი ყურადღება აქეთ გადმოვიტანოთ, მეგობრებო. მოდი ბიჭო ჩემო. მოდი. მოდი ჩემო საყვარელო, მოდი. ერთი არესი გარეთაა და არეს ალბათ არაფერს დაუშავებე. რას აკეთებ ჩემი ჰარლი? მოდი გოგო, სათხარ შენ. მოდი ჩემო ლამაზო. ზეინა, რას აკეთებ შენ ჩემო ლომო გოგო? კარლოს მამას ისევ არ აინტერესებს მდედრები. კარლოს მამა ჩხუბისთვის ადგილს ეძებს, იცოდეთ. კარლოსში ეგ იმიჯი დავინახე მე. კარლოს ჩხუბი უნდა ბიჭო, ფრთხილად. ფრთხილად ბიჭო, ჩხუბი არ მინდა, კაცურად ითამაშეთ. კარლოს, იმ ახალ მოსულ ძაღლსაც შეხედეთ, ხო? სიმპათიურო ბიჭო, მოდი. მოდი აქეთ, მოდი წავიდეთ, მოდი. სად წავიდე? იქ ტაისონია, აქ არესი, აღარ დარჩა წასასვლელი. მოდი აქეთ, მოდი. მოდი გოგო, მოდი. გოგო. ეხლა მაგალითად ჩვენი ეზო 4 ნაწილადაა გაყოფილი. ყველგან ძაღლები არიან გაფანტული და ზოგი ძაღლი მაგალითად ჰარლი იმ ხარეს გადასვლას ერიდება. ამ შვიდად თამაშობს, მაგრამ როცა მე იმ ხარეს მივდივარ, იმ ზონაში შესვლა არ უნდა. ყველას თავისი ტერიტორია აქვს და საზღვრის გადალახვა არ უნდათ მეგობრებო. ჰარლი, მოდი. მოდი გოგო, მოდი. მოდი შვილო. ფრთხილად გოგო, ნახე ძალიან არ შეაწუხო. კარლოს, ფრთხილად, შენ ჭიდაობა გინდა ბიჭო, მოусვენარო. კარლოს, მოდი ვიჭიდაოთ, მოდი ვიჩხუბოთ, მოდი. რომის ნაშიერი, ნომერც გეფიცები. ბიჭო, შვილს ველით, გაიგე? შვილს ველით, შვილს. მიდი აბა, რო შვილები ყავდეს, ალბათ ერთსაც არ გავცემდი. მაგრამ თუ არ გავცემთ, ჰექტორს ეწყინება. მოდი. ეხა ნახე, პუსაც მიეკრობა იქ. არ წახვიდე იქ, მოდი, ჩხუბი არ იყოს, მოდი ბიჭო. მოდი ბიჭო, არ იჩხუბოთ, მოდი. სათხარ ბიჭო, სათხარ ჩემი ბიჭი. სათხარ ჩემი ბიჭი, დიდი ბავშვი, მოდი აქ. კარლოსი ქალებს ყურადღებას არ აქცევს, მაო, კარლოს ჩხუბი უნდა. თავს დავდებ, მე მის ხასიათს ვიცნობ, ფრთხილად. ხოლოდ ახალი მოსული გოგო ზეინა მაშინვე შეეწყო ჩემთან. ხედავ ხო, ველდიდან არ მშორდება, მოდი. ზეინა, მოდი გოგო. მოდი დაგეფერო, მოდი. վել გეყვარებოდი როგორც მინდოდა. მოდი აქ შვილო. მოიცადეთ, მოდი კონტეინერებთან გადავიყვანოთ, მოდით. ამ ბაღში ეხლა ცოტა ახალ მოწყობას გავაკეთებ მეგობრებო, ვარჯიშის ადგილებს გავაკეთებ ახალს. ძაღლების თავისუფლად გასაშვებად, იმიტომ რომ დილით მე ძალიან ვიღლები, სხვა ძაღლებს რო გამოვიყვან ძალიან ცხელა ადამიანს ახუთებს. აი ეს ადგილი რო ხედავთ, აქ ზემოდან გადახურვას გავაკეთებთ, რომ მანქანას დავაყენოთ და ძაღლები ჩრდილში შევიდნენ და გაგრილდნენ. აქ ეს გავაკეთებთ. მერე ეს წინა მხარე ნახე აქ ღობით გავყოფ. მოვატყობ ისე რომ ძაღლები რიგრიგობით გაუშვა. ცოტა ახალი სისტემა უნდა გავაკეთოთ. იმიტომ რომ ცხელამინდებში ცხოველებიც იტანჯებიან და მე ძმაო. მოდი კარლოს, სანტოსი და კარლოსი ერთად იყვნენ, ნახე? სანტოს, კარლოს, შვილო, ეს შენი მინიატიურაა, იცი? ზუსტად შენ გავს შვილო, ჩემი სიმპათიური კარლოსი. ამ ორმა ცელკმა დილით იჩხუბეს, ნახე? კარაბაშთან, გაიგე? მოდი. მართლა კანეკორსოს ბანდაა რა. რა კარგი გამოვიდა.
ყველა ერთმანეთისგან ელოდება ნაბიჯ სამწუთას. ეგ შევამჩნიე. მოდი აბა. სინამდვილეში ყველა უნდა შეკრიბოთ და ზღვაზე წაგიყვანოთ, მაგრამ ჩვენი მანქანა თქვენ ვერ წაგიყვანთ. საპირთო გჭირდება. ნახე, კარლოს აუზი უნდა, იქ წყალი სავსე იყო ხო? ეხლა რო წყალი იყოს, რაღაცას გააკეთებდა, იცურავებდა. ძმაო, წყალი არ არის, წყალი. წყალი რო არ არის, ვერ ვავსებ. კომენტარებში მეუბნებით, აუზი გააკეთებო, მაგრამ წყალი არ არის. აუზს რო გავაკეთო, რით უნდა შევავსო? აი ამიტომაა პრობლემა, ძმაო, მოდი ნახე. ნახე ეხლა, კარლოს ბაბამ შვიდად დადის, მოდი. ირბინე, ჩემო ლომო, ირბინე. თანაც ამ სიცხეში ენერგია არ აქვს. ადრე რომ იყოს ან საღამოს ითამაშებდნენ, მაგრამ კარლოს საერთოდ არ აქვს თამაშის თავი. ყველაზე კარგი იქნებოდა ჰექტორი რომ მათთან ერთად გამეშვა. მოიცავ, ნახავ, იქნებ ეხლა გაუშვა, მოდი. მოდი კარლოს. ჰექტორის და ასილიც გაუშვა, ისინი ციარონ. მოდი შვილო, მოდი. ბატკანი მეც მიყვირის, მოშიებია ეს პატარა. ბატკანო, ცოტა ხანში შვილო, საღამოს ახლა ცხელა. მოდი ჩემო კარლოს. კარლოს ბაბა, მოდი აქეთ გადმოგიყვანო, ძალიან უკან დარჩი. კარლოს, მოდი ვინ არის მის გვერდით? მარლა, ალექსი, ისინი არაფერს დაგიშავებენ. მოდი კარლოს. მოდი შვილო, მოდი. მოდი კარლოს, არ გაიქცე, მოდი აქეთ. ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი, მოდი აქეთ კარლოს. აჰა, არამზადა, მიხვდა რომ დავხურავდი. ეხლა გაფრენაზე უყურე, მოდი აქეთ. კარლოს, აიგე შვილო. კარგი, ეხლა ესენი აი აქ წყალში შევიდნენ, ისინი წაჩვენე. აქ უკან სადაც გალიებს რეცხავ წყალი გროვდება. ნახე, კაროლინიც შევიდა, შიგნით დაწვა, კარლოსიც გრილდება. წყალი უნდა ძმაო. ესენი ზღვაზე უნდა წავიყვანოთ, მაგრამ ზვითაც არ გამოვა. ეზოში რაღაცა უნდა იყოს, რომ სულ შევიდნენ. რომელ შეაგროვებ, რომელ ზღვაზე წაიყვან. ხო, კარლოს. აჰა, ისევ გაიქეცი, მიჩო, ინ ტალახიანი მდგომარეობით არ გაბედო და არ მომახდე. მოდი ეხლა ჰექტორს გაუშვებ, მოდი ბატონო, მოდი, აიღე. ერთი წუთი, შენ იმ ტალახით არ გაბედო და არ გადამახდე, მოდი. ჰექტორი და კარლოსი დავკეტოთ. ჰექტორი და ასილი გაუშვათ, მეგობრებო. მოდი, კარლოს. კარლოს მდედრები საერთოდ არ აინტერესებს, რადგანაც ამინდი ცხელია. ოდის არ მიეკარო, მოდი, კარგი. დავშვიდი ერთი წუთი შვილო. გადი ბატონო. ეხლა კარლოსის გალია შევცვალოთ, ის აქ დარჩეს, ის გაუშვა, ძმაო. ჰექტორ ძმა, ეხლა იმაზე მიადგება, მოიცა, მას თასმით გავასეირნებ. ტაისონზე მიადგება, ტაისონი და ის ერთმანეთის მტრები არიან. ასილი გაუშვათ, ასილი ციაროს. დანარჩენებთანაც ჰექტორი თასმით შევიყვანოთ, მოდი. ჰექტორმა ახალ დედრებთანაც გაიცნოს. ასილისაც, მაშალა. ასილის და ჰექტორის ბეწვი ძალიან ლამაზია, როგორ უბრწყინავს ასე. აი კაროლინი და კარლოსი ბეწვის სულაში შევიდნენ, ამიტომაც გაყვითულდნენ ასე. თუ კარგად დავარცხნი და დაუბან, ბეწვი გამოუსწორდებათ. აი ჰექტორი და ასილი დავარცხნე, დაუბანე და ძალიან ლამაზები არიან, მაშალა. მოდი შვილო, ახალი მდედრები საწავიდნენ ჰარლეი. ზეინა წინ მიდის, ჰარლეი ალბათ ისევ თავის გალიაში შევიდა. დაიცადე, ვნახო. ზეინა, მოდი ჰექტორს გაეცანი, ჰექტორიც რო გაგვეშვა, კარგი იქნებოდა. ტაისონი რო ჩავსვათ, ჩასასმელი ადგილი არ არის. თორე ტაისონს და არეს გამოვიყვანდი, მაგრამ ჩვენ კიდე გარეთ ცოტა ადგილი უნდა მოვაწყოთ, მეგობრებო. მოდი შვილო, ჰარლისთანაც წაგიყვან. მოდი მაშალა ჩემს ლომებს. ეხლა გარეთ სულ კანი ყორსუა. ალბათ კაროლისა ძალიან შეუყვარდა ასილი, ნახეთ, მის ყვალში დადის. ჰარლი, მოდი შვილო. ჰარლი და ჰექტორი ერთმანეთს გავაცანით. ვერ გავიხსენე. ჰარლი. მოდი ჰარლი, ისევ გალიაში შესვლა უნდა, იარესულია. მოდი შვილო, მოდი ჰექტორთან გაგაცნობ, მოდი. მოდი ფაშა. სად არის ჩემი ლამაზი გოგო? სად არის ჩემი ტკბილი გოგო? ერთი გაიცანით. არ შეაწუხოთ ერთმანეთი. ასილი, ფრთხილად იყავი. ასილი ცოტა მკაცრია, შეიძლება უცებ დაგესხათ თავს. ასილისგან ყველაფერს უნდა ელოდო.
ფრთხილად. ჰარლეი და ჰექტორი ეხლა მაშალა ერთმანეთს იცნობენ. ნახე, არაფერი უთქვამს მას, ხედავ? ზაღლების როგორ ეშინოდა? ჰარლეი მაშალა კარგად შევაჩვიეთ. მოდი. დაიცადე, ასილსაც ახლა იცნობს. ასილი ცოტა მძიმე ხასიათისაა, უცებ ესხმის თავს, ხომ იცით? ეს ახლად მოსული ზეინაც ასეთია, ცოტა ეშმაკურად გამოიყურება. უცებ შეტევაზე გადადის თითქოს. მოდი. მოდი შვილო. მოდი შვილო. მოდი შვილო. მოდი შვილო. ჰექტორ ტაისონისკენ წავიყვანოთ, ნახოთ, ეჩხუბება თუ არა. მოდი. სინამდვილეში ეს ყველა ტყეში უნდა წაიყვანო, ტყეში. კანე კორსოს ბანდასთან ერთად. კანე კორსოს ბანდა შევქმენი. ანიქნებ ტაისონთან არ წავიდეთ. ეხლა ჩხუბს დაიწყებენ, დედრები ერთმანეს დაერევიან. დაერევიან. ტაისონ ჯობია შენთან ახლოს არ მივიდეთ. მაშალა, ჰარლი, მოდი. ჰარლი, მოდი, ნუ გერიდება, მოდი. მოდი, მოდი, ჩემო გოგო. მოდი, ჩემო გოგო. მოდი, ჩემო ლამაზო. მოდი, ჩემო ლამაზო. მოდი, ჩემო სიცოცხლე, მოდი. მოდი. მოდი, გოგო. აი მაგალითად, ჰარლი რო ამ ხარეს გადადის ეშინია, მაგრამ იქ რომ მივდივარ, პრობლემა აღარ არის, რატო? აქ ეხლა აპოლო, მარაზი, აქედან მედუზა და სხვები აქ არიან, სკაიაკა. ეს მათი ტერიტორია და იმ ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა ძმაო. გააგეთ? ყოველთვის ასეა, ტერიტორიები ერთმანეთისგან განცალკევებულია. ეხლა მოდი ჩემთან, მოდი ზეინა. ზეინა, მოდი, შეგიყვარო, ზეინა, გულით შეგიყვარო. ზეინას მაინც ცოტა უფრთხილდები. კარგი, ეხლა აღარ დავღალოთ ისინი, ამინდით ცხელია, მეგობრებო. ჰექტორ ბაბაც. მე მის გალიაში შევიყვან ასილმა ჩემმა გოგო მიაროს. დღესაც თქვენთვის ჰარლი კარლოს ძალიან მინდოდა შემეჩვია. კარლოსზე ვქი რომ მას შეაწუხებ და არ გამოვიდა, რადგან ამინდით ცხელია, ცოტა უფრო გრილში უნდა გავუშვათ. გრილში კიდევ ვცდით. ჩვენს ახალ გოგოსაც მიულოცავ. როგორც ვქი, ამ ბოლო პერიოდში ისევ ახალი ძაღლები მოვლენ, მეგობრებო. განსაკუთრებით მინდა კანე კორსოსა და როტვეილერზე გავამახვილო ყურადღება. ამიტომ რამდენიც შემეძლება ინდეს მოვიყვან, იცოდეთ. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იყავით, ნახვამდის მშვიდობაში იყავით, მეგობრებო.